საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ზრდის შემცირებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-ის ეთერში ისაუბრა. ეკონომიკური ვარდნა 2012 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყო, როდესაც წინა ხელისუფლება იყო სათავეში. ოფიციალური სტატისტიკა სხვა სურათს აჩვენებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2012 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა პირველ კვარტალთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა. მეოთხე კვარტალში კი, როცა უკვე ხელისუფლებაში ახალი მთავრობა იყო მოსული, წინა კვარტლებთან შედარებით თითქმის 3-ჯერ შემცირდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეამცირეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და საბოლოოდ 6%-იანი ზრდის ნაცვლად წლის ბოლომდე 2,5%-იან ზრდას ვარაუდობენ. მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: ახალი მთავრობის ბუნდოვანი ეკონომიკური პოლიტიკა და პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. Standard & Poor's-ის 7 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში მთავრობა დემოკრატიული გზით შეიცვალა, თუმცა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბული ვითარებაა. ახალმა მთავრობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები, ასევე ის ადამიანები დააპატიმრა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ამას მიტინგებით უპასუხა. ეს ყველაფერი კონფრონტაციულ გარემოს ქმნის, აღნიშნულია ანგარიშში. Fitch Ratings-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემის ძირითადი მიზეზები მთავრობის ცვლილება და ახალი შრომის კოდექსია. ეს ყველაფერი ინვესტორებში გაურკვევლობის განცდას აძლიერებს, ამიტომ მათ ურჩევნიათ დროებით თავი შეიკავონ ინვესტირებისგან და უკეთ გაერკვნენ ახალი მთავრობის მიერ არჩეულ კურსში. EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების დაბალი დონე და გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკაა, რაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება. IMF-ის პროგნოზით უმუშევრობის დონე საქართველოში გასულ წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს. მომავალი წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მაჩვენებლის 17,3%-მდე ზრდას ვარაუდობს. IMF-ის მიხედვით, უმუშევრობა უფრო ნაკლებად გაიზრდება აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში, ვიდრე საქართველოში.